გენი ხელებაწეული ხო დაჭრეს, იღლიაში იყო დაჭრილი. და ეს შეიყვანეს მერე გოჩამ და ომეხიმ თავის შვილებმა და დააწვინეს იმაზე დივანზე. და თვითონ მაშინვე უკვე შევარდნენ ეს ორივე ესენი დაიჭირეს, ომეხი შებორკეს, ისე გამოიყვანეს, გოჩა გამოიყვანეს და იქ გზაში დააგდეს, შტიკნოზით დასერეს, გოჩას ტყვი არ მოხვედრია, გოჩა დასერეს, ტანით დასერეს, შტიკნოზით. და მკვდარი ეგონათ უკვე იმას გადაფარებული ქონდა ზემოდან ადიელა, რომ მკვდარი ეგონათ. და ეს ომეხი ხელფეხშებორკილი გაათრიეს პირდაპირ ქუჩაში ამ ტალახში და იქ დახვრიტეს. ისე დახვრიტეს, რომ საერთოდ გადაჭრილი იყო შუაზე ნატყვიარით. როცა ხელფეხშებორკილი მიაწევდნენ, მაშინ მოხვედრილი ქონდა ტყვია თუ ის საერთოდ არ ქონდა არც ერთი ტყვია? არა. ანუ ისე დააპატიმრეს, რომ დაჭრილი გოჩა საერთოდ ნატყვიარი არ ქონდა, გოჩა დაჭრილი. ომეხიზე, გოჩა კი, გოჩა. ომეხიზე? ომეხი იყო. ომეხი დაჭრილი იყო, როცა დახვრიტეს? როცა დაიჭირეს. მაშინ არა, რო დაიჭირეს, მაშინ არ იყო დაჭრილი. სანამ დახვრიტეს, დაჭრილი არ ყოფილა. არა, იქ სანამ გაიყვანეს გზაში. არ იყო დაჭრილი. არა, მაშინ ხო ძალიან დიდი ტალახები და ის იყო გაზაფხულზე იყო და იქ დააგდეს იმაში და იქ დაუწყეს სროლა, იქ მოკლეს გზაში და მერე ეს ბეჭედს რო ვერ აძრობდნენ, წააჭრეს თითი. ცხედარს და მერე ამას ყელსაბამს რომ ვერ უხსნიდნენ, კერძზე ფეხი დააბიჯეს, ისე ამოგლიჯეს და ამას ყველაფერს უყურებდნენ პატარა ბავშვები.